ჯანმრთელობას არასოდეს უჩიოდი, არასოდეს არაფერი მაწუხებდა, მაგრამ ყოველთვის გავდიოდი კონსულტაციას სხვადასხვა ექიმებთან, რომ არაფერი გამომპარბოდა. ერთ-ერთ ასეთ კვლევის შემდეგ მითხრეს, რომ პრობლემები მაქვს გულზე. დიდი ფიქრის და აწონდაწონვის შემდეგ გადავწყვიტე, მისულიყავი ნიუ ჰოსპიტალში კარდიოლოგ თამარ ნარმანიასთან. პაციენტმა მომართა კლინიკას ამბულატორიული კონსულტაციის მიზნით, მას დიაგნოსტირებული ჰქონდა აორტის სარკმლის მძიმე სტენოზი. მისი მიზანი იყო მოეძებნა სანდო მულტიპროფილური კლინიკა. ქალბატონმა თამარმა ჩამიტარა ყველა საჭირო კვლევა და დადგინდა, რომ ნამდვილად ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა გულზე, რაც საფრთხეს უქმნიდა ჩემ ჯანმრთელობას. სიმართლე გითხრათ, ძალიან ნერვიულობდი, როგორ განვითარდებოდა ჩემი მდგომარეობა. თუმცა ქალბატონმა თამარმა ძალიან კარგად ამიხსნა ყველაფერი და ვიგრძენი მისი მხარდაჭერა და იმედი მომეცა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ჩემ მიერ პაციენტის სათანადო გასინჯვის და ეხოკარდიოსკოპიის ჩატარების შემდგომ დადასტურდა აორტის სარკმლის მძიმე სტენოზის არსებობა, რის გამოც კონსულტირებულ იქნა კარდიოქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელის ბატონი ზაზა კაციდაძის მიერ და მიეცა კარდიოქირურგიული მკურნალობის რეკომენდაცია. პაციენტს და პაციენტის ოჯახის წევრებს აეხსნათ ოპერაციის არსი, ეტაპები და პოსტოპერაციული მოლოდინები. პაციენტთან დაიგეგმა წინასაოპერაციო კვლევები, ჩაუტარდა კორონაროგრაფია, სადაც გამოვლინდა მარცხენა კორონარული არტერიის ღეროს და წინადასწვრივი არტერიის 75%-ზე მეტი ხარისხის შევიწროება, ასევე ჩატარდა საძილე არტერიების დოპლეროგრაფია, კვლევამ გაჩვენა საძილე არტერიების მაღალი ხარისხის შევიწროება. პაციენტის კურნალობის სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით შედგა მულტიდისციპლინური გუნდი, რომელშიც შედიოდა ბატონი ზაზა კაციდაძე, რამაზ ბათავანი, ვახო კალოიანი, გიგი ბრეკაძე. მიღებული იქნა კურნალობის შემდგომი გეგმა. პაციენტს ჩვენ კლინიკაში ჩაუტარდა აორტის სარკმლის პროტეზირება ბიოლოგიური სარქვლით, აორტოკორონარული შუნტირება. ასევე ჩატარებული აქვს საძილე არტერიებზე ჩარევა. პოსტოპერაციულმა პერიოდმა სტაბილურად ჩაიერა გართულებების გარეშე, სათანადო ეტაპების გავლის და რეაბილიტაციის შემდგომ პაციენტი გაეწერა ბინაზე. მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ თამარ ნარმანიას, ბატონ გიგი ბრეკაძეს, ბატონ ზაზა კაციდაძეს, რომ მათი წყალობით მე ვარ ჯანმრთელი და ბედნიერი. თავს ვგრძნობ ძალიან ენერგიულად და მიხარია თითოეული დღე ჩემი ცხოვრების.